მოკლედ, One Piece-გან ვიხილავთ. One Piece, ვინც არის ჩემი საყვარელი ანიმე და მანგა კი არა, საყვარელი ნაწარმოებები ლიტერატურაში. ჩემი ოთახი რო გენახათ, თქვენც მიხვდებოდით. ეს ჩემი მოხსოვილი სხვა შორის. ანუ ჩემი საყვარელი ანიმე, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ საუკეთესო ნაწარმოებია. იდეალური ნაწარმოებია და ნაკლი არა აქვს. Top 5 საუკეთესო ნაწარმოებაში გავიყვანეთ, რაც წაკითხული ნაყურები აქვს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი რამ არ წამიკითხოს არ მიყურებებია. ყოველ შემთხვევაში კარგი რაღაცეები. იმ ლოგიკით რო წავიდეთ, რომ საუკეთესო ნაწარმოებებს რაც კი შეიძლება წაკითხული ნაყურები მოხდეს შევადარო. One Piece დაუწერდი 7.2-ს. იმ გაგებით, რომ 7.2 ძალიან მაღალი შეფასებაა ჩემი შეხედულებით. 10 არასდროს არაფერს დამწერია სოხთაშორის. და One Piece არაჩვეულებრივი სიუჟეტი და არაჩვეულებრივი world building სოფლიოს შენება აქვს, მაგრამ ძირითადი ნაკლი, რასაც ვიპოვიდი, არის მთავარი გმირი და პერსონაჟები. კი ბევრი ძალიან კარგი და განსხვავებული უნიკალური პერსონაჟი ყავს, მაგრამ უმეტესობას განვითარება აკლია. ანუ წერაში განსხვავებით ან მთავარ გმირს გულისხმობ. მაგასაც აგიხსნით რა დავფიქრობ ეგრე, მაგრამ ჯერ სიუჟეტზე ვისაუბროთ. One Piece სიუჟეტს დავუწერდი 8.5-9-ს, იმ გაგებით რომ თავისთავად არაჩვეულებრივი სიუჟეტი აქვს, მაგრამ აქვს პრობლემები, სიუჟეტი არის კომპლექსური და კარგად საინტერესოდ ვითარდება. და ხშირად ორიენტირდება სხვადასხვა პერსონაჟებზე, ყოველი არკი ვიზუალითაც და თემატიკითაც განსხვავებულია, ანუ სხვადასხვა ესთეტიკისაა, მაგალითად Thriller Bark-ის გოთიკური სტილი, Water Seven რომელიც ვენეციის ანალოგია, ასე ედო პერიოდის იაპონია ვანოს სახით და ასევე futuristic, ანუ მომავლის ქალაქი ექედი. რასაც თავისთავად თემატიკაში სხვაობას ხელს უწყობს ასევე მსოფლიოს შენება, world building. იმ გაგებით რომ ახსნილია სიუჟეტში, რომ ყველა კუნძული სხვადასხვა დროშია გაჭედილი და სხვა ერთმანეთთან კონტაქტი არ აქვს. და აქვე ჩავამატებდი, რომ სიუჟეტიც და world building-იც და პლუს პერსონაჟები ერთი მეორეში კარგად არის შეთავსებული და ერთმანეთთან კარგად არის ინტეგრირებული. იმ გაგებით რომ დასაწყისში ბევრი არაფერი არ ხდება და მნიშვნელოვანი არაფერი არ ხდება როგორც წესი, მაგრამ რაც უფრო ძლიერდებიან პერსონაჟები და ჩვენც რაც უფრო მეტს ვიგებთ მსოფლიოზე, რაც უფრო ძველ ისტორიულ ფაქტებს, სხვადასხვა კუნძულებს, მათ გეოგრაფიას, ისტორიას ვნახულობთ, სიუჟეტი უფრო და უფრო კომპლექსური ხდება და უფრო მეტ განსხვავებულ ასპექტზე ორიენტირდება. ძლიერდებიან და სიუჟეტი ვითარდება, მათი ზეგავლენაც მსოფლიოზე იზრდება. და იქამდე სიტუაცია, რომ მთავარი გმირების ყოველი გადაწყვეტილება, ყოველი სიტყვა და ყოველი ქმედება რაღაც მნიშვნელოვან ცვლილებას ახდენს One Piece-ის სამყაროში. ანუ ეს ორი ერთი მეორეზე შესიძხორცებული და არ ხდება დამოუკიდებლად. და რაც ერთი შეხედვით სათქმელად ადვილია, მაგრამ გასაკეთებლად მის თუმეტეს ისეთ კომპლექსურ მასშტაბზე როგორც One Piece-ია, რომ განსხვავებული პერსონაჟები არიან, განსხვავებული არკები, განსხვავებული ადგილები და განსხვავებული სამყარო ვაფშე შექმნილია, ძალიან რთულია. არ არის სადო და კრიტიკაც რომ One Piece ძალიან გაწელილიაო, მაგაზე ყოველთვის მაქვს ხოლმე პასუხი. რო გადაიანგარიშო და შეადარო, აიღო მაგალითად 700 სერია One Piece-ის. ოკეი? და მე აიღო 700 სერია Naruto-ს ან Bleach-ს. One Piece-ში იმ 700 სერიის განმავლობაში ბევრად უფრო მეტი ინფორმაციას ვღებულობთ, ბევრად უფრო მეტი პერსონაჟებს ვღებულობთ, ამ პერსონაჟების ფლეშბექებს ვღებულობთ, რანდომული მნიშვნელოვანი პერსონაჟების, უფრო მეტ world building-ს ვღებულობთ, სოფლიოზე უფრო მეტი ინფორმაციას ვღებულობთ და ყველაფერი. მარტო ეს თავები და დრო რასაც უყურებთ და რაშიც დრო ხარჯავ და დროს ვთმობ, არ არის უაზროდ გაფლანგული, ყოველთვის რაღაც მნიშვნელოვანი ინფორმაციას ვღებულობ. ან პერსონაჟის მხრივ, ან სოფლიოს, ან სიუჟეტის მხრივ. და პლუს ერთი რაც არის, რაც ძალიან მიყვარს One Piece-ში, power creep-ის პრობლემა არ აქვს უმეტესწილად. და ვინც არის რაც ნიშნავს power creep-ი, უფრო მეტად გამოიყენება ხოლმე shonen ანიმეებზე. იმიტომ რომ shonen ანიმეებში ჭირდება რომ მთავარი გმირი გაძლიერდეს. მაგრამ ინტრიგა დრამა რო იყოს, ვილენი რო იყოს მთავარი გმირი ძლიერი. რო დაამარცხებს ამ ვილენს, შემდეგი ვილენის რო გამოწვევა იყოს მთავარი გმირისთვის დრამა იყოს და რაღაც დაძაბული სიუჟეტი იყოს, შემდეგი ვილენი კიდევ უფრო ძლიერი უნდა იყოს. მთავარი გმირიც გაძლიერდეს შემდეგ. შემდეგი ვილენი კიდევ უფრო და ასე გრძელდება სიუჟეტი, სანამ პერსონაჟები ქუჩის ბანდიტების დამარცხებიდან უცხოპლანეტელების და გალაქტიკური საფრთხეების დამარცხებით დაასრულები. მაგრამ One Piece-ის პრობლემა არ აქვს, იმიტომ რომ ძლიერი პერსონაჟები დასაწყისშივე არიან წარდგენილები. მაგალითად 25 სერიაში მიხოკი, 200 რაღაცა სერიაში ადმირალი, აუკიჯი და სხვა ადმირლები, ასევე 400 რაღაცა სერიაში თეთრწვერა. ანუ ყველაზე ძლიერი პერსონაჟები თავის ვერსში დასაწყისშივე არიან წარდგენილები და მთავარი გმირების შორის და ამ პერსონაჟების შორის ძალათა შორის სხვაობაზე უკვე თავით ან დასაწყისშივე იცი. და მთავარი გმირები რომ მაგდონეზე ადიან 900 და 1000 სერიის მერე არ გიკვირს ამ პერსონაჟების გაძლიერება. ამას აკეთებს არა მხოლოდ ძალის მხრივ, არამედ სიუჟეტში რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს ამ პერსონაჟებს. მაგალითისთვის მომავალში ვიგებთ რომ შანკსი იმპერატორია, დრაგონი რევოლუციონერის მეთაურია და გარფი რეალურად ლუფის ბაბუა და ვაის ადმირალია. ანუ პერსონაჟები, რომლებიც 1000 და 2000 სერიის მერე ხდებიან მნიშვნელოვანები, ავტორი დასაწყისშივე გაჩვენებს. ანუ მარტივად რო ვთქვათ, მნიშვნელოვანი მომენტები დაგეგმილია ავტორის ყოველთვის და მაგის მაგალითია Ace-ის სიკვდილიც. ედიტორისგან ვიცით, რომ ავტორს დაგეგმილი ჰქონდა Ace-ის სიკვდილი იმ მომენტში, როცა წარადგინა პერსონაჟი. და
ან ყველაფერს 400 სერია 300-400 სერია გეგმავდა, რომ ეს უნდა მოეკლა. მაგრამ ერთი დიდი ნაკლი რაც აქვს One Piece-ის სიუჟეტს არის ის, რომ რეპეტიტივია. განსაკუთრებით pre-time skip-ი და post-time skip-ი. მაგალითად, Alabasta-ში რა სიტუაციაც იყო, Lord-მა კონტროლი აიღო ქვეყანაზე რაღაცა, ფაქტობრივად იგივე იყო რაც Dressrosa-ში. და ამას ამართლებენ ხოლმე იმით, რომ ავტორი მიზანმარხვლად აკეთებს მაგას, რომ გაჩვენებს განსხვავებას, რომ თავარ გმირებს მაშინ ფაქტობრივად ძალაუფლება არ ქონათ და ბევრი შეკეთება არ შეეძლოთ, ისევე როგორც Smokers მაგალითად Alabasta არკში და თავარ გმირებსაც ძლივებით დაამარცხეს და აქ გავლენაც აქვს, ძალაუფლებაც აქვს თავარ გმირებს და უკვე თავრობა მაგარ აიგნორებს ამათ ქმედებებს, რაღაცა მაგით ხსნიან ხოლმე. კარგი ახსნაა, მაგრამ გასამართლებელი მაინც არაა. ერთხელ რომ გააკეთო რაღაცა ეგეთი გასაგებია, ორჯერ სამჯერ ოთხჯერ უკვე ზედმეტია. უკვე მოსაწყენი ხდება. და ყველა არკის სიუჟეტს ერთ-იგივე ჩონჩხი აქვს ხოლმე რა. თავარი გმირები მიდიან კუნძულზე, დაიკარგებიან, გაიყოფიან, გამოიკვლევენ კუნძულს, მერე შეიკრებებიან და დაამარცხებენ ვილენებს, ყველა თავის მოწინააღმდეგეს ებრძვის. თავისთავად მარტო ეს არ არის, ძალიან ბევრი რაღაცა ხდება ხოლმე ამის ფონზე, მაგრამ ძირითადად ეგ არის ხოლმე. მარტივი სიუჟეტი არ აქვს ხოლმე არკებს, მაგრამ მაინც რეპეტიტიულია საბოლოო ჯამში. ეგრეთი ნაკლია, სხვა შემთხვევაში ვერაფერს ვერ ვიტყოდი. მსოფლიო შენებაზე საუბარით არ უნდა, საუკეთესო მსოფლიო შენება აქვს One Piece, რაც კიდევ მე წამიკითხავს ან მიყურებია. არა მხოლოდ დიდ მასშტაბზე, რომ მსოფლიოში რა ხდება და სხვადასხვა ქვეყნებს შორის რა ურთიერთობაა და რაღაცა, არა მხოლოდ მაგაზია ყურადღება გამახვილებული, არამედ თითოეულ კუნძულზე, თითოეულ ქვეყანაში რა კულტურა აქვს, რა ჩაცმის სტილი აქვს, რა ჩვევები აქვს, რა გეოგრაფია აქვს, რა განსხვავებული ცხოველებია ამ კუნძულზე და რითია ერთი მეორეს განსხვავებით. სხვადასხვა კუნძულებზე სხვადასხვა კულტურა ნაჩვენები. და მიუხედავად რომ ერთი კუნძული შეიძლება იყოს გოთიკური სტილის აბსოლუტურად და მე გადახვიდე მეორე კუნძულზე დახვდეს, არ ვიცი, 64 ან იაპონია თქვენსგან აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული იყოს, ეგ ყველაფერი სიუჟეტში, როგორ თქვა, მაინც ლოგიკურად ხდება. და როგორც უკვე ვახსენე, რომ world building სიუჟეტთან გადაჭრილია მეტი და ცაცაკი არ არის, მაგის ასევე მაგალითია log post-ი, რომ ყველა კუნძულს განსხვავებული მიზიდულობა აქვს. და მაგით არის ახსნილი, რატო უწევთ პერსონაჟებს სხვადასხვა კუნძულზე მისვლა. არ გჭირდება ყოველ მორჯერზე რაღაც რანდომული და უაზრო მიზეზის მოფიქრება, რატო დარჩნენ ეს პერსონაჟები ამ კუნძულზე ამდენი ხანი, ან რატო არ წავიდნენ პირდაპირ ბოლოში. ახსნილია. კითხვები არ გიჩნდება მაგაზე. და იგივე ვარიანტი საბოლოო არქიპელაგოზე, როცა წარადგენს სუპერნოვას, რომლებიც არასდროს არ უხსენებია და უფრო მეტიც ავტორმა მაგ თავს სალამ დაწერა. წინა კვირით ადრე მოიფიქრა ეგ პერსონაჟები და დიზაინები, იმიტომ რომ დაგეგმილი არ ქონდა ეგ, მაგრამ ჩაამატა სიუჟეტში და არავის კითხვა არ გაუჩნდა მაგაზე, რატო არ გვინახავს ისინი აქამდე, იმიტომ რომ სიუჟეტში world building-ი და მსოფლიო შენობიდან გამომდინარე ლოგიკურად ახსნა ავტორმა. სხვადასხვა მარშრუტები იქნება ამ კუნძულების მიზიდულებიდან გამომდინარე. რაც უკვე არსებობდა სიუჟეტში, იმაზე დაამატა უბრალოდ და world building-ის გაავრცელა, პერსონაჟების დაამატა და სიუჟეტის საინტერესო გახადა. ერთი მარტივი გადაწყვეტილებით და მოძრაობით, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა უკვე ახსნილი და ნაჩვენებია აქამდე. და კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას ვღებულებთ ხოლმე პერსონაჟებზე ან ადგილებზე, სად რა ხდება SPS-ებში. ყოველი ვალიუმის ბოლოს ავტორი კითხვებზე პასუხს ცემს ხოლმე და ხშირად ხსნის ისეთ რაღაცებს და გვეძიება ისეთ დეტალებში, რაც მანგაში არ უჩვენებია. მაგალითისთვის იცოდით, რომ ანიმეში მიუხედავად იმისა, რომ შარლოტ ლინის, ბიგ მამის ყველა შვილი ნაჩვენები არ არის და მანგაში კიდევ უფრო ნაკლებია ჩვენეს. ანიმეში ჩამატეს სცენაში ეს პერსონაჟები. ავტორს რეალურად ყველა პერსონაჟის დიზაინი შექმნილი ჰქონდა. ზოგზე სკეჩი, ზოგზე დასრულებული. დიზაინები, რომლებიც არ გამოუყენებია მანგისთვის, არც მანგაში, არც ანიმეში, ეგ დიზაინებიც კი შექმნილი ჰქონდა უკვე. და რო ვიღაცამ რო კითხა SPS-ში, პასუხი გასცა. ავტორი ისეთ რაღაცებსაც ითვალისწინებს, რაც არ ჭირდება. მაგალითისთვის ისიც კი ვიცით, Whole Cake Island-ზე ვიღაც რანდომული ტიპები მეგობრები რო შემოიპარებიან და დახოცავენ ამათ გვამებს სად იცინებენ და სად ყრიან. მაგაზეც კი გვაქვს ინფორმაცია. რა დეტალზეც არ უნდა ჩაეძიოთ One Piece კმის ყველაფერზე, რომ მოიძიოთ ინფორმაცია გარანტირებულად ავტორისგან ოფიციალურად პასუხი გვექნება. ორი სიტყვა პერსონაჟებზეც რომ თქვა და მერე არტზე და ანიმაციაზე გადავალ. რაც ყველაზე ცუდი ასპექტია მე თუ მითხრათ One Piece-ის. მიუხედავად რომ ძალიან ბევრი უნიკალური და განსხვავებული პერსონაჟი ყავს, უნიკალური და განსხვავებული ხასიათით რაღაცა, რაც არაჩვეულებრივია, ერთი ნაკლი რაც აქვს ამას, უმეტეს პერსონაჟს განსაკუთრებით თავარგმნებს განვითარება არ აქვს. ავტორს მოსწონს პერსონაჟების ამ მეთოდით წერა. build up, შესავალი, ერთი გარდამტეხი მომენტი, რომელიც პერსონაჟის განვითარებას მიიღებს და მერე აიგნორებს. ეგაა ცუდი. ნებისმიერ პერსონაჟს დააკვირდეთ, მაგალითად რობინი. მინიშნებს ხაზებს ამის ფლეშბექზე რაღაცა ინფორმაციას ხაზობს პერსონაჟის ურთიერთობას ავითარებს თავარგმირებთან რაღაცა და მერე განვითარებას ვღებულობთ ამ პერსონაჟებისას.
რობინისას, მაგრამ აი განვითარების მერე ამ ერთი განვითარების მერე პერსონაჟი ფაქტობრივად 708 სერია დაიგნორებულია. და რობინსთან ნამის მაგალითად ბრძოლებიც კი არ აქვს ხოლმე. იგი ვარიანტია ნამისზე. ანუ განვითარება ხონდა არლოებ პარკში და მერე ერთი მომენტი ხონდა ფიშმენალენზე, მორჩა. ერთ-ერთი გამონაკლისია სანჯი, რომელიც მე თუ მგითხავთ ფერუ ჯოქს, რაღაცა გარყვნილი ხმები და დაიგნორეთ სანჯისი საუკეთესო პერსონაჟია. ასევე ლუფი არაჩვეულებრივი მთავარი გმირია, ჩემი საყვარელი მთავარი გმირი და ჩემი გოუთ, ჩემი საყვარელი ლუფიზე ძალიან მიყვარს. და ანუ კრიტიკა მქონდა ხოლმე ესეთი ლუფის რომ განვითარება არ აქვს მეთქი. მაგრამ მე გავაანალიზე რომ ლუფი არის სტატიკური პერსონაჟი. სტატიკური პერსონაჟი არის რომელიც არ ვითარდება. დინამიკური პერსონაჟი რომელიც ვითარდება. სტატიკური პერსონაჟის იყენებენ ხოლმე ავტორები როგორ შექმნათ რაღაცა სიმბოლო, იდეა ნაწარმოებში, რომელსაც შეცვლა არ ჭირდება. ამ შემთხვევაშიც ლუფი რომელიც თავისუფლების და იმედის სიმბოლოა და ეგ დატვირთვა სიუჟეტი და სტატიკური პერსონაჟის იდეა არის რომ თვითონ კი არ შეიცვალოს სოფლიო და სხვა პერსონაჟები იმის გარშემო შეცვალონ. რასაც ლუფი ნამდვილად აკეთებს, მაგრამ სტატიკური პერსონაჟის ნაკლოვანებები მაინც აქვს. მაგაზე ცალკე ვიდეოს გაკეთება შეიძლება, აქ დიდ დროს არ დავთმო მაგაზე საუბარს. მოკლედ ვთქვათ, ლუფი კარგი პერსონაჟია, იდეალური არა, მაგრამ კარგი პერსონაჟია. თავის როლს ემსახურება მაგით მოვცილობ. ვთქვათ, მანგა არტი მე თუ მგითხავთ, სულ არ იყოს დაუფასებელი ამ One-Piece-ის underrated, იმიტომ რომ რეალურად არაჩვეულებრივი არტი აქვს. კი განსაკუთრებით post-time-skip-ის მერე გადაჭედილი პანელები აქვს ხოლმე ავტორს, იმიტომ რომ ინფორმაციის ჩატევას ცდილობს ხოლმე ყოველთვის, რაც time-skip-ამდე ნამდვილად არ იყო პრობლემა. თუმცა მაგრამ მიუხედავად მაგისა, როცა ავტორს უნდა რომ კარგი, ლამაზი, საინტერესო პანელები შექმნას არაჩვეულებრივი კომპოზიციით, მაგას ნამდვილად ახერხებს ყოველ ჯერზე. ეს პანელიც მაგის დასტურია, ლოგის პანელი. One-Piece-ის მაგას ჩემი აზრით საუკეთესო კომპოზიციები აქვს. ნებისმიერ მაგას შეაც მინახავს. მე ვიხატავს ხოლმე One-Piece-ის პერსონაჟების დიზაინებს, რომ აი რას ხავს სიმახიჩია და რაღაცა. მაგრამ როცა ავტორს უნდა ბედას მაგარი პერსონაჟები შექმნა და მაგარი სცენები შექმნა, ახერხებს მაგას თავისთავად. ანუ და უმეტესობა პერსონაჟი, რომლებზეც საუბრობენ, რომ აი მახინჯია რაღაცა, არიან ხოლმე რანდომული პერსონაჟები, რომელიც ორ სერიაში ორ თავში უნდა გამოჩნდნენ. და ყველა მთავარ გმირს და მთავარ ვილენს არაჩვეულებრივი დიზაინები აქვთ. ანუ კატაკური, მარკო, თეთრწვერა, კაიდო, ლოკი, რა ვიცი, რა მე ჩამოვთვალო. თუ დააიგნორებ რანდომულ პერსონაჟებს, რომლებიც ფონზე უნდა გამოჩნდნენ, თავისთავად არაჩვეულებრივი დიზაინები აქვთ. ნუ ბლიჩს მაინც ვერ შეეძრება, ბლიჩი კიდე სხვა დონეზეა, მაგრამ მაინც, ანუ როცა ავტორს უნდა მაგარი დიზაინის შექმნა ქმნის. და ანიმაცია. ნუ ამ მომენტისთვის ანიმაცია ძალიან კარგი ხელშია One-Piece-ს მერე, One-Piece-დან მოყოლებული. ანუ ძალიან ბევრი მაგარი ანიმატორი მუშაობს One-Piece-ზე, მათ შორის ვინსენტ ჩანსარდი, like რომელიც მე თუ გიხავთ top 3 საუკეთესო ანიმატორია, რომელიც ოდესმე მინახავს, like არ ვიცი რა ვთქვა. ანუ ყოველს მაგალითად აქ ჩავთავ ყველა სცენა, რასაც აქ უყურებთ, ვინსენტ ჩანსარდიც გაკეთებულია. და თოის ასევე One-Piece-ზე ძალიან ბევრი კარგი ანიმატორი ყავს, არა მხოლოდ ვინსენტ ჩანსარდი, რა ვიცი, იშიზუკა იქნება, ნაოტო შიშიდა იქნება, ჯეიდი იქნება თუ რა ვიცი. მაგრამ One-ომდე აბსოლუტური კატასტროფა ანიმაცია ქონა. ნუ მოდი ასე ვთქვათ, სადღაც პირველი 100 სერია ანიმაცია ცუდი არაა, უბრალოდ ძველია. მაგრამ მე 100 სერიიდან მოყოლებულიაც ნელა ხარისხი დაბლა ვარდება და დერას როდას პერიოდში უკვე ყველაც დაბლა იყო ანიმაციად ცემული. მიუხედავად რომ რეალური სერია რეკაპის და ოპენინგის გამოკლებით 10 წუთი ძლივს იყო, ანუ მაინც საშინელი ანიმაცია ჰქონდა და 1000-ში ერთხელ თუ გადაგვარჩენდნენ ნაოტო შიშიდას ანიმაციით. მაგალითისთვის ნაოტო შიშიდას გაკეთებულია სმოუკერის და ვერგოს ბრძოლა ხაზარდში და ლუფის გიოროთხი ანიმაცია და ნაოტო შიშიdas ანიმაციის დანახვა და მაგის სტილი ცნობა იყო ხოლმე რომ რაღაცა ვაიმე ვიცი რომ ნაოტო შიშიდა და კარგი ანიმაცია იქნება და რაღაცა გასხვავებული იქნება და ნაგვისყურება არ მომეწევს. კომპოზიტინგი, კალერინგი, პერსონაჟების დიზაინი ანიმეისთვის ყველაფერი არაჩვეულებრივია.